ვიღაცების მართლა ბრალია, ვიღაცების ღალატია რაღაცა, დიდი ღალატი, დიდი სიტყვე არის. აი ამ საწუნოებაში. თვითონ რო იტყვიან სიძულვილი არ ძულვარება მეორე ადამიანი ვერ იტანენ რაღაც. ეხლაც ვერავის ვერ დელაპარაკები და რაღაცა ესეთი მდგომარეობა, ასეთი ურთიერთობა არ შეიძლება. არც მათთვის არ არის კარგი და არც დაჩაგრულისთვის თავისთავად ცხადია. ყველამ უნდა როგორღაც ხონს მოვეგოთ და რო იტყვიან ურთიერთ თანადგომით, ურთიერთ ეკლესია რა არის, ესე მე თქვენთან ვარ, უფალი გვეუბნება 2 და 3-ით რო შეიკრიბოთ, მე თქვენთან ვარ, უფალი ამბობს. და უფალი შეიკრიბება და შევკრიბავს ისეთნაირად და კიდევაც ვიკრიბებდით ამ ტაძარში და ეს უნდა გამოვიყენოთ, რომ შენ უფალთან დგახარ, უფლის წინაშე. შენ წინაშე ხდება ის ზეციური სიტყვების გალობა პირდაპირ რომელი ქერობიმთა საიდუმლოებს გავსცენითო და წმიდა უფალი საბავოდ ეს უძლიერეს სიტყვებია განუწყელი ზეციური ძალნი გალობენ ყველას ამას და ამის მომსმენი და მოწმენი ჩვენ ვართ ყველა ვინც წირვა ლოცვაზე დავდგებით და განაეს რისთვის გვესმის